მეორე შეხვედრას შევუდგეთ ჩვენს მეორე შეხვედრას და დავიწყოთ იმ მარტივი საკითხებით, რისი განხილვაც ჩვენ წინა გაკვეთილზე გარკვეულწილად შევძელით. ესე იგი, ჩვენი პირველი შეხვედრის საწყისი თემები ეს იყო შრომის უსაფრთხოების როგორც სისტემის რაობაზე, საგანზე, საკითხზე, რომელიც ძალიან აქტუალური და დღე საჭიროა ჩვენს ცხოვრებისეულ გარემოში. იმიტომ რომ ადამიანები დღეს მით უმეტეს დღიდან დღემდე ძალიან დიდ ნაწილს ჩვენი დროისა ატარებთ სამუშაო ადგილებზე. ეს შეეხება ფიზიკურ შრომას, თუ ეს შეეხება აუდიტორულ გარემოს, თუ საოფისე საქმიანობას. პირველ გაკვეთილზე ჩვენ თქვით, რომ შრომის უსაფრთხოების საჭიროება გამოიწვია როგორც საკითხის ჩამოყალიბება და ხაზგასმულად ვერ იდები ხომ თქვა, რომ შრომის უსაფრთხოება ეს არის საგანი, იმიტომ რომ ახსენეთ წინა გაკვეთილზე შრომის უსაფრთხოება შეიცავს იმ ძირითად აუცილებელ საგნებს, რაც კაცობრიობამ შექმნა საუკუნეების განმავლობაში. შრომის უსაფრთხოება როგორც სისტემა თავისი ბუნებრივობიდან გამომდინარე მოითხოვს კარგად იცოდეს დამსაქმებელმა, უსაფრთხოების ინსტრუქტორმა და დასაქმებულმა რა საგნებს რა მიზეზ შედეგობრივობის გამო შეიცავს, ასე ვთქვათ. დაუშვათ ბიოლოგია რატოა საჭირო, იმიტომ რომ ბიოლოგიური საფრთხეები გვაქვს, ფიზიკა რატოა საჭირო, იმიტომ რომ ფიზიკური საფრთხეები გვაქვს და ასე შემდეგ. იგივე ფსიქოლოგია, აღარ მაქვს საუბარი, რა ვიცი, ქიმიაზე, ქიმიური საფრთხეები და სხვა. პირველი რაც ვთქვით, ეს არის პასუხისმგებლობები, თუ რას წარმოადგენს პასუხისმგებლობა შრომის უსაფრთხოებისთვის, როგორც გამართული სისტემისთვის და მოგახსენეთ, რომ პასუხისმგებლობა იწყება დამსაქმებლით, გრძელდება ინსტრუქტორით, სპეციალისტით და ბოლოს შემსრულებლით, ანუ დასაქმებულით. ეს პასუხისმგებლობები არ წყდება, ესეც ვახსენეთ, ეს პასუხისმგებლობები თავდება ერთდროულად, მაშინ როცა შესასრულებელი სამუშაო დასრულდება. ვახსენეთ ერთი ასეთი საკითხი, გამყოფი ხაზი ტექნიკურ უსაფრთხოებასა და უსაფრთხოების სპეციალისტს შორის. ძალიან მოკლედ ვთქვი, ტექნიკური უსაფრთხოება ეს არის ყველა იმ მოწყობილობის, საგნის, ნივთის, ქიმიური მასალის ტექნიკური კარგად გამართული შესწავლა, რომელსაც ცალკე სპეციალისტი ყავს, ცალკე პასუხისმგებელი პირი ყავს და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობა არის აუცილებლად ის, რომ ამ ტექნიკურ გამართულობასთან ერთად კარგად გაანაწილოს პასუხისმგებლობები, მენეჯმენტი ზოგადად და მართვა ამ ტექნიკურად რთული საგნებისა და ამ ყველაფრის სწავლება გადაიტანოს კარგად დამსაქმებელზე. მეგობრებო, შრომის უსაფრთხოების უპირველესი მიზანია ადამიანთა სწორი ქცევა თავისი სამუშაო ადგილის, სამუშაო სივრცის და პირდაპირ გეტყვით ცხოვრებისეული გარემოს პირობებში. ჩვენ ძალიან ხშირად ვარღვევთ ამ ყველაფერს, პირდაპირ ვთქვათ და ამასაც შეისწავლის შრომის უსაფრთხოება და რას გულისხმობ? გულისხმობ ძალიან მარტივ მომენტს, რომ ადამიანი ეს არის წინააღმდეგობით სავსე მოვლენა და შესაბამისად ამისა ჩვენი საკითხი ინსტრუქტორებისა არის საკმაოდ რთული და შრომატევადი, ერთი და იგივე შენიშვნაზე, ერთი და იგივე ქცევაზე, რომ ვიდრე არ გამოსწორდება ადამიანების მოქმედება, შეიძლება რამდენჯერმე მოგვიწიოს შენიშვნის მისცემა და მით უმეტეს გარემოში, რასაც საქართველოს პირობები ქვია, დღეს ჩვენთან მე-5 წელია, რასაც ორგანული კანონის სახე მიეცა სულ და ამიტომ საკმაოდ ესეთი არც თუ მარტივი სამუშაო პირობაა ჩვენთვის. უკაცრავად. ესე იგი, ასევე წინა შეხვედრაზე
ვახსენეთ, რომ ჩვენ ორიენტირებული ვართ იმ სამუშაო გარემოზე, რაც ბაზალეთში თქვენ ნანახი გაქვთ და მეც მუშაობია იმ გარემოში როგორც ინსტრუქტორს და იმ გარემოს მიხედვით უნდა გავიაროთ კიდე დარჩენილი ჩვენი შეხვედრები, იქ ადგილზე იქნება თუ ესე ონლაინ ჩართვით და ყველა ის გამოცდილება ჩემი თეორიული ცოდნა რაც მინდა რომ გაგიზიაროთ, მაქსიმალურად იყოს მორგებული იმ კონკრეტულ სამუშაო სივრცეს და პირობებს. ახლა პირველი დღევანდელი გაკვეთილი ამ მიმოხილვის შემდეგ მინდა დავიწყო იმ საკითხების განხილვით და ჩამონათვალის სახით მაქვს ძალიან მოკლედ გაკეთებული, რომელიც ახლა მინდა გაგიზიაროთ, თუ რა უნდა ვიცოდეთ, თუნდაც იმ კონკრეტულ სამუშაო გარემოში ყოფნის დროს, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ ჩვენს ბაზალეთში არსებულ ქარხანას გულისხმობ, რა თქმა უნდა. ახლა მინდა გავაზიარო ეს დოკუმენტი და იმედია კარგად გამოჩნდება. გამიდასტურეთ, რომ Word-ის დოკუმენტს კითხულობთ ჩემთან ერთად რამდენიმე თქვენგანმა მაინც. ჩანს და კი ბატონო, წაკითხავდია, მადლობა გენცოლე. კარგი, მოკლედ რა უნდა ვიცოდეთ შრომის უსაფრთხოების საკითხებში. ეს არის მხოლოდ ის მოკლე ძირითადი ჩამონათვალი, რაც ჩვენ გვინდა რომ გავიაროთ და მაქსიმალურად შევისწავლოთ, შეიძლება ითქვას. ესე იგი, პირველი პარაგრაფი შეიძლება ითქვას, რომ ასე მშრალად და თეზისის სახით შეიძლება ითქვას გავიარეთ. შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართულების პირველი პასუხისმგებელი ყველგან, არა მარტო საქართველოში არის დამსაქმებელი. იმის გამო, რომ კონდეს გამართული სისტემა, დამსაქმებელი ან თვითონ გადის კურსს და ელემენტარულ სწავლის უნარჩვევებს, ასე ვთქვათ, შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტორის პოზიციისთვის, ან დაიქირავებს შრომის ინსტრუქტორს. და ბოლოს დასაქმებული, ამაზე ვისაუბრეთ. გარემო, სადაც თქვენ ბრძანდებოდით, ანუ ბაზალეთის რკინის დამამუშავებელი ძალიან მაგარი ქარხანა, ეს გახლავთ მაღალი საფრთხის შემცველი, მომეტებული საფრთხის შემცველი და საშიში პირობებიანი სამუშაო გარემო. შეიძლება ახლა ზუსტად კანონის სრულ აბზაცს ვერ ვციტირებ, მაგრამ მაღალი საფრთხის შემცველი გარემო იგულისხმება სხვადასხვა სახის სამუშაოები საქართველოში, სადაც ცოტა უფრო სკრუპულოზური, ცოტა უფრო რთული და ესეთი თანმიმდევრული ყურადღება უნდა შრომის უსაფრთხოებას. ახლა რატო ახსენე კანონმდებლობა, ის განსაზღვრავს მთელ რიგ შრომის უსაფრთხოების პროცედურებს, რომელიც მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული მომეტებული საფრთხის შემცველ საწარმოო პირობებში. მსგავსი სახის პირობები ასევე კანონითაა განსაზღვრული და შეიცავს მშენებლობას, შეიცავს კარიერულ სამუშაოებს, სამომპოვებლო სფეროსადაც არის ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, შახტებს, მაღაროებს ერთი სიტყვით და მშენებლობას მგონი ვახსენეთ ახლა აუცილებლად. მოკლედ შესაბამისად იმისა ამ ყველაფერი პირობისა მსგავს საწარმოო ურთიერთობებში აუცილებელია ტექნიკური უსაფრთხოება იყოს ძალიან გამართულ დონეზე. ჩვენ ვახსენეთ წინა შეხვედრაზეც, რომ ნებისმიერი დანადგარი მოწყობილობა, ჩარხი თუ სხვა ეს უნდა იყოს აუცილებლად ქარხნული დამზადების და შეიცავდეს ქარხნულ სერტიფიკატს, ტექნიკურ პასპორტს, განმარტებებს და მთელ რიგ აუცილებელ საკითხებს, რაც ეხება უსაფრთხოებას. აბსოლუტურად აკრძალულია ქართული კანონმდებლობით კუსტარულად დამზადებული ნებისმიერი მოწყობილობის გამოყენება, უფრო მეტიც კუსტარულად რომელიმე ქართული გამართული დანადგარის გადაკეთება, კორექცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ შემოდის ჩვენ სწავლებაში ორი აუცილებელი ძალიან
საჭირო ტერმინი ეს გახლავთ ვალიდურობა და ვერიფიკაცია. დღეს ძალიან მოკლედ განმარტავ ამ ყველაფერს და ვეცდები კონკრეტული ტუტორიალი სახელმძღვანელოები გადმოგიგზავნოთ და შემდეგ თქვენს მეილებზე და შესაბამისად ჩვენი შეხვედრების პერიოდში, ჩვენი სწავლების პერიოდში გარკვეული საშინაო დავალებებით შევასრულოთ ძალიან მოკლე ტესტების სახით. ეს იქნება 7-10 შეკითხვიანი პატარა საშინაო დავალებები, რომელსაც ალბათ 9 საათი 40 წუთი დავუთმობთ ხოლმე კვირის განმავლობაში. მოკლედ, ტექნიკური უსაფრთხოება, ვალიდურობა, ნებისმიერი დანადგარი, ვიდრე დამსაქმებელი შეიძენს, მას ვალიდებულია იცოდეს, რომ თავისი შესასრულებელი სამუშაო ოპერაციისთვის ნამდვილად იმ დიზაინის, იმ გაბარიტის, იმ წონადობის, იმ მოცულობის და აუცილებლად შესასრულებელი სამუშაო ტექნიკური დავალების თვის შესატყვის, შესაბამის დანადგარს ყიდულობს. აქ ვახსენე პირველი დიზაინი. ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ, რომ დღეს ყველაზე წარმატებულ დაუშვათ და ჩემს საწარმო გარემოში ვიყიდე ყველაზე წარმატებული და მსოფლიო ბაზარზე განთქმული ძალიან მაღალი დაუშვათ ბოშის რაღაც ტექნიკა. მე ვარ ვალდებული, რომ ეს ტექნიკა იყოს მის შესაბამის პირობებში, ანუ დაუშვათ საყრდენი სადაც ის დამზადდება, ესეც ვალიდურობის თემაა. იატაკი თავისი სიმძიმისგან გამომდინარე გამძლეა უნდა ვიყო ამაში დარწმუნებული, თუ დანადგარი ვიბრაციულ მოქმედებებს საჭიროებს და შეიცავს თავის სამუშაო ოპერირების დროს, უნდა ვიცოდე, რომ ის გარემო იატაკი სადაც განთავსდება არის ჰორიზონტალურად აბსოლუტურად კარგ მდგომარეობაში და მყარია შესაბამისი დატვირთულობისთვის ვიბრაცია, ეს თუ სხვა სახის ფიზიკური დატვირთვები. აი ეს ძალიან მოკლედ შემეძლო მე თქვა რაც ეხება ვალიდურობას, ანუ აუცილებლად შესაბამისობას, რომ შესაბამისია ჩვენი შესასრულებელი სამუშაოსთვის. აი ამ ყველაფერს შემდეგ შრომის უსაფრთხოება და გამართული სისტემა დავარქვათ პირველი ნაწილი დამსაქმებელი და safety ინსტრუქტორი. ამ ყველაფერს აუცილებლად დოკუმენტალურად წარადგენს გამართული სისტემის დროს და გააცნობს ყოველთვის შესავალი ინსტრუქტაჟის სახით ყველა იმ ოპერატორს და დასაქმებულს, რომელმაც თავისი სპეციალობის მიხედვით ეს დანადგარი უნდა გამოიყენონ. ერთ ჩართვას დავამატებ კიდე ამასთან დაკავშირებით, მეგობრებო, ვიდრე თანამედროვე სტანდარტის ჩარხები, დანადგარები და ასე შემდეგ შემოვიდოდა და განვითარდებოდა და დაიხვეწებოდა იმ დონეზე, რასაც თანამედროვე დახვეწილობა ჰქვია, მე რამდენადაც ინფორმირებული ვარ ცოტა ძველი ისტორიისგან გამომდინარე, არც თუ შორეული, რუსული ეგრეთ წოდებული საფრთხე წარმოების ბევრი დანადგარი ერთი ცალი თუ არ ვცდები კიდე უნდა იყოს ბატონზალის სამუშაო გარემოში და სირთულე შეიცავდა უსაფრთხოების თვალსაზრისით. მაშინდელი დანადგარები და ჩარხები რამდენიმე კომპონენტს შეიცავდა, რამდენიმე დეტალს ერთდროულად ამზადებდა. ანუ სხვადასხვა შინაარსის და სხვადასხვა სახის შეიძლება ითქვას გარკვეულწილ ოპერირებას აკეთებდა. რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით ცოტა ართულებდა მომენტს, გესმით? ეხანდელი თანამედროვე დანადგარები არ გნებავთ თუ თქვენ ნახეთ, ალბათ მიხვდებოდით, ხო? პლაზმური ჭრის აპარატი ეს უზარმაზარი მანქანა ასრულებს მხოლოდ პლაზმურ ჭრას, სხვადასხვა დავალებას, მაგრამ ერთ კონკრეტულ მიმართულებით. ლითონის დამამუშავებელი, ლითონის საღუნი მოწყობილობა ქართულად ესე ქვია, ერთ კონკრეტულ დავალებას შეიცავს, მაგრამ სხვადასხვა სახის ფორმა და დიზაინი შეიძლება მისცეს ნაკეთობას. მაგრამ ძველ დანადგარებს მე რამდენადაც ვიცი, ჰქონდათ მრავალფუნქციური, დეტალური და სხვადასხვაგვარი რაღაცების კეთების უნარი, რაც ცოტა უსაფრთხოების საკითხებს ართულებდა. მოკლედ, ვალიდურობა ეს არის აუცილებლად ის შესაბამისობა, რისთვისაც ჩვენ სამუშაო ოპერირება გვჭირდება ჩავატაროთ და მის შესაბამის მოწყობილობას შევიძენთ. და აუცილებლად მისი დიზაინიდან და შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე ვათავსებთ იმ აუცილებლად უსაფრთხო სივრცეში, რომელიც მომზადებული გვაქვს წინასწარ.
ვერიფიკაცია რას წარმოადგენს? ვერიფიკაცია ეს არის აუცილებლად დადასტურება იმისა, როცა გავმართე მოვიწვიე მისი ამწყობი, ინსტალატორი, გადავარქვათ კიდე შეიძლება ითქვას ისეთი სპეციალისტი, რომელმაც ბოლომდე გამართა თავის ავტომატიზირებულ სისტემასთან ერთად, ანუ კომპიუტერულ მოწყობილობასთან ერთად, რომ ოპერატორმა შემდეგ განაგრძოს თავისუფლად მუშაობა. აი ეს უნდა იყოს აბსოლუტურად დადასტურებული და წარმოდგენილი დოკუმენტალურად და გაცნობილი თითოეულ ოპერატორს. ეს ორი აბზაცი არის ის ყველაზე საწყისი, როგორ თქვა, საფუძველთა საფუძველი, რომელიც აუცილებლად საჭიროებს შრომის უსაფრთხოებაში სისტემის გამართულობას. შემდეგ რა უნდა ვიცოდეთ მსგავს გარემოში? ასაც ჩვენ განვიხილავთ. საგანგებო სიტუაციები, emergency plan ეგრეთ წოდებული და სახანძრო უსაფრთხოება მასში ჩართული. საგანგებო სიტუაციები ეს არის ის მოულოდნელი და დაუგეგმავი საარსებო პირობა, რომელიც ჩვენ შეიძლება მოულოდნელად შეგვენთხვეს. აი თუნდაც მაღალი ქარი სამუშაო პირობის დროს, სამუშაო დღის განმავლობაში, ძლიერი ნალექი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაუშვათ სახურავის დაზიანება, მიწის ზრა, რაღაცა 1000 ადამიანისგან, ეს როგორც ბუნებრივი მოვლენები, ადამიანებისგან გამოწვეული საფრთხეები შეიძლება მოხდეს რაღაც ასობრივი შანტაჟი, ტერორი და ასე შემდეგ. თუ რას ვაკეთებთ საგანგებო სიტუაციებში, ამას ერთ-ერთ გაკვეთილზე ძალიან მოკლედ განვიხილავთ. და აუცილებელი პირობა ამ საგანგებო სიტუაციაში, რაზედაც ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ პასუხისმგებლები, ეს არის სახანძრო უსაფრთხოება, მოგეხსენებათ მსგავს სამუშაო გარემოებში ყველგან არის ელექტრო გაყვანილობები, ელექტრობა აუცილებლად დამიწებული უნდა იყოს, ყველა ელექტრო შესაერთებელი მოწყობილობა აუცილებლად დაცული უნდა იყოს და არც ერთ ოპერატორს შეხება არ უნდა ჰქონდეს ღია ელექტრო ფარებთან დაუშვათ ან ღია მოწყობილობებთან, რომლებიც შეიცავენ მცველებს, დაუშვათ მეხამრიდებს ან რაღაც მსგავს სიტუაციებს, რომელიც არის კონკრეტულად მხოლოდ ელექტრო ინჟინრის საკითხი. ოპერატორი უნდა იყოს გამართული და მხოლოდ შეხება აქვს ჩამრთველთან, გამორთველთან და ასე შემდეგ. პირველადი გადაუდებელი დახმარება. ამას ძალიან მოკლედ ვიტყვით. დღეს ალბათ ყველა მოქალაქე უნდა იცოდეს ექიმამდელი დავალების საბოდიში სამედიცინო პერსონალის გამოჩენამდე მძიმე სიტუაციაში მყოფი პიროვნებასთან რა მოქმედება უნდა გააკეთოს, რისი უფლება აქვს და რისი გაკეთების უფლება არ აქვს. ამის შესახებ მემულაჟებით და ასე ვთქვათ, სხვა პრაქტიკული ჩვენებებით თავში ვიკავებ, ამასაც სერტიფიცირებული ექიმი სჭირდება, რომ ყველაფერი კარგად აგვიხსნას და პრაქტიკა გაგვატაროს აი მულაჟებზე, თუმცა მაქსიმალურად შეიძლება გავლილიც გაქვთ, არ ვიცი ინსტიტუტებში, არ ვიცი მანამდე სასწავლებლებში, მაგრამ ეს საკითხი დღითიდღე უნდა დაიხოცოს, მე მგონია და არ თუ დასაქმებულმა მაღალი საფრთხის შემცველ პირობებში მოქმედმა ადამიანმა, არამედ ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს ის მინიმალური, რაც ამ დროს უნდა გავაკეთოთ. შემდეგ, რა უნდა ვიცოდეთ, მეხუთე საკითხი გვიწერია ერგონომიკა. ერგონომიკა ეს არის, შეიძლება ითქვას, ყველაზე ერთ-ერთი ახალგაზრდა, დავარქვათ საგანი, რომელიც ჩვენ ყოველდღიურობას ეხება. ეხლა მაგალითად, ისე როგორც უბრალოდ თქვენგანი ან სამუშაო მაგიდასთან შეხებთ, ან ტელეფონით ხართ ჩართული და ისე ჯდომარე მდგომარეობაში ხართ, აი ზუსტად ეს არის სხეულის მართვა სამუშაო ადგილზე. ერგონომიკა განიხილავს სამუშაო ადგილის ადამიანის ფიზიკურ გარემოზე სწორად მორგებას და ამის შესახებაც გვექნება აუცილებლად კარგი საუბრები, საინტერესო თემებით. უსაფრთხოების ნიშნები და მანიშნებლები. ყველა სამუშაო გარემო უნდა იყოს, შეიძლება ითქვას, დახუნძვრული უსაფრთხოების ნიშნებით და მანიშნებლებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთი ნიშანი მისთვის შეუსაბამო ადგილზე იყოს გამოკვლილი და ან ზედმეტად იყოს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ნებისმიერ სამუშაო სამოძრაო გარემოში უნდა ვიცოდეთ, რომ უსაფრთხოების ნიშნები მოგცემს საშუალებას ინსტრუქტორის და გიდის გარეშე
მივიდეთ ჩვენ დანიშნულების ადგილზე, სადაც მინდა და თავისუფლად წარმოვიდეთ იქედან. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, როცა რთულ დანადგართან ადამიანი მოღვაწეობს და დანადგარზე გამოკრულია უსაფრთხოების ნიშანი, აი ეს ნიშანი აუცილებლად მუშაობს დასაქმებულის ფსიქიკაზე, მის ქცევით ნორმებზე დადებით გავლენას ახდენს. ერთ-ერთ მათგანს ახლა ვეცდები გავაზიარო, როცა ამ მასალას ჩავიკითხავ და მიხვდებით რაზე მაქვს საუბარი და რა მაქვს ხედულებაში. შემდეგ ინდივიდუალური დაცვის აღჭურვილობა. ჩართვაზედაც იყო საუბარი, ერთ-ერთმა მსმენელმა თქვა, რომ ძალიან ხშირად ჩემს სამუშაო გარემოში ინსტრუქტორი, შემოსაფრთხოების სპეციალისტი შეგვახსენებს ხოლმეო ინდივიდუალური დაცვის საჭიროებებს და შენიშვნებს იძლევა ყოველთვის. აუცილებელზე აუცილებელია და საკმაოდ რთული პროცესია და რატო? ელემენტარული რო ვთქვათ, რომელიმე ცხელ სამუშაო გარემოში, ასე ვთქვათ, თუნდაც საოფისე გარემოში, წარმოვიდგინოთ ცხელი ზედაპირი, ან დავუშვათ ცხელ წყალთან მუშაობა, გამდინარე წყალთან, თუნდაც სამზარეულოში აუცილებელია სპეციალური რეზინის ხელთათმანების გამოყენება. ახლა არის მეორე საწინააღმდეგო მომენტი. იქნება ადამიანს ამ ხელთათმანთან დაკავშირებით უკუ რეაქცია აქვს და ალერგიული დამოკიდებულება აქვს. აი აქ როგორ უნდა მართოთ, ეს არ არის მარტივი, რომ უთხრა მხოლოდ დასაქმებულს შენის უნდა აუცილებლად ატარო და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ მსგავსი სიტუაცია აქვს და ამ დროს ადამიანი პროფესიონალია, უნდა შევეცადოთ, რომ თქვათ აუცილებელი 45 წუთის ნაცვლად ვამუშაოთ, თქვათ 35 წუთი და მივცეთ რეაბილიტაციის საშუალება. თუ მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თუ რა აძლევს ალერგიას და რაიმე დანიშნულება აქვს, აუცილებლად უნდა მივცეთ ის -10 წუთი, რომ თავისი სარეაბილიტაციო საშუალებები, ეს არის დაუშვათ ხელისთვის, კანისთვის, აი კრემის აუცილებლად გამოყენება, ამის საშუალება უნდა მივცეთ და არა ისე, რომ ინდივიდუალური საშუალების ინდივიდუალური PPE, მოდი ესე დავარქვათ, უხეშად ვიძახით, რომ PPE, personal protective equipment უბრძანოთ, რომ გაიკეთოს და დამთავრდამით, ესე არ არის სამწუხაროდ, უნდა ვიცოდეთ, რა ხნით, რამდენი ხნით, რა გარემოში, რა ინდივიდუალური დაცვის აღჭურვილობა მივაწოდოთ დასაქმებულს და ავუხსნათ მისი გამოყენების შესახებ. საბედნიეროდ ქართულმა კანონმდებლობამაც როგორღაც მოახერხა და სულ 1 წელია თუ არ ვცდები, გაგაცნოთ იმ დოკუმენტსაც და შეძლო და ჩამოაყალიბა ის ქართული მიმდინარეობა, რასაც კანონმდებლობა გთხოვს, სხეულის რა ნაწილის დაცვაზე, რა სახის ინდივიდუალური დაცვის საშუალება გამოვიყენოთ. მაგრამ აქ არის მეორე დიდი წინააღმდეგობა, მგონი ვახსენეთ წინა გაკვეთილზედაც, ჩვენ ამ ყველაფრის, ჩვენ საქართველოს ამ ყველაფრის შემომტანი და შემძენი ვართ, ჩვენ ვერ ვაწარმოებთ და შესაბამისად დამოკიდებული ვართ იმ სტანდარტზე, რომელიც ქვეყნიდანაც შემოგვაქვს და აქ გვჭირდება ძალიან დიდი ყურადღება, ის სტანდარტი ნამდვილად ითვალისწინებს თუ არა გარემოს, რომლისთვისაც მე რომელიმე ინდივიდუალური დაცვის საშუალებას შევიძენ დასაქმებულისთვის და მაგის შესახებაც ეხლა ცოტა ხანში მოგახსენებთ და გაჩვენებთ ერთ ვიდეოსაც და სხვა მასალასაც. და მერვე საკითხი ის რაც ეხება ჩვენ გარემოში აუცილებლად ყურადღების გამახვილება და უსაფრთხოების გარკვეული ზომებით მიდგომა, ეს არის სახიფათო ნივთიერებებთან დამოკიდებულება, მათი დასაწყობება პირველ რიგში, შემდეგ საწყობიდან მართვა და მათი ნარჩენების утилизация შეეხება, შორება შეეხება თუ სხვა საკითხებს, რასაც ვია სახიფათო ნარჩენების მართვა ძალიან მოკლე რაკურს გავვლით და გვექნება წარმოდგენა თუ რასთან გვაქვს და რით უნდა ვისარგებლოთ ამ საკითხებთან დამოკიდებულების დროს. მოდით რახან ინდივიდუალურ საშუალებებზე ვისაუბრეთ, რახან უსაფრთხოების ნიშნებზე და ნიშნულებზე ვისაუბრეთ. უპირველესი თუ რატომ არის ამაზე ყურადღების გამახვილება, თანმიმდევრულად მოგახსენებთ და ახლა გავაზიარეთ თქვენის ნებართვით ერთ-ერთ ნიმუშს, რომელიც მიხედვითაც მივხვდებით თუ რის თქმა მინდა თქვენთვის ამასთან დაკავშირებით. პირველი
უსაფრთხოების ნიშნები და მანიშნებები. უკაცრავად კიდევ ერთხელ დაგეკითხებით, მოდის ჩემი ხმა კარგად? დიახ, ისმის ბატონო შოთა. კარგით, მადლობთ. ისმის ბატონო შოთა, კეთილი, სასიამოვნოა. გავაგრძელებ თქვენის ნებართვით. ერთ-ერთი ასეთი მოდი ასე დავარქვა, პატარა ბანერი წარმოგიდგინეთ, რომელიც შეიცავს, ასე ვთქვათ, იმ ინფორმაციას, რაც ეხება რკინის დამამუშავებელ გარემოში საჭირო საკითხებს. კაცრავად ცოტა გამართული წინადადება არ გამომივიდა ბოლოს შეიძლება, მაგრამ პირველი რაც მინდა თქვა, აქ თქვენ ხედავთ, რომ ყველაფერი აბსოლუტურად ქართული ტექსტით არის წარმოდგენილი. ყველა დამსაქმებელი ვარდებულია დასაქმებულის ნებისმიერი ინფორმაცია, ნებისმიერი მანიშნებელი მისთვის გასაგებ ენაზე იყოს წარმოდგენილი. ამიტომ დღეს მიმაჩნია, რომ საბედნიეროდ გვიწევს ხოლმე, რომ ზოგიერთი ნიშანი ქართულად, ინგლისურად, თურქულად, აზერბაიჯანულად და არ ვიცი ჩინელებთან შეხება აქვს გონი ბატონ მამუკას და ცოტა შორის შეხება აქვს, მაგრამ გონი ჩინურადაც გვიწევს შენ და საბედნიეროდ ამ ტექსტების გამართულად წარმოდგენა. ეს ბანერი მაგალითად მეგობრებო ასახავს გარემოს, რომელიც ბატონ ზაალთან არსებულ ქარხანაში შეიძლება ძალიან ბევრ დანადგართან თავისუფლად დავდოთ. და რაზე მეტყველებს ეს, რომ თითეული დასაქმებული ოპერატორი ყველა თავის დაზგასთან მისვლის წინ თავის თავს ყოველთვის შეახსენებს ამ ერთი ბანერის შეხედვით, რომ აუცილებელია გამართული კონდეს თავისი ხელთათმანი და აუცილებელია გამართულად მოახდინოს ოპერირება იმ დეტალებთან, იმ დაზგებთან, დანადგარებთან, სადაც აქვს სამუშაო საათები გასატარებელი. ამიტომ ეს საკითხი, რასაც ქვია უსაფრთხოების ნიშანი და მანიშნებლები, ძალიან კარგი გადაწყვეტაა შრომის უსაფრთხოების სისტემაში, იმიტომ რომ ჩვენ თავს შევახსენებთ, რომ სოს ნიშანია შეიძლება ითქვას ჩვენი ფსიქოლოგიისთვის, რომ კიდე ერთხელ ყოველთვის რუტინულად გვახსოვდეს, რომ უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისაა. მოგახსენეთ, რომ აქ ქართული გარემოა, მე რაც მინახავს და შესაბამისად შეიძლება აი ეს ყველაფერი გამოვიყენოთ ძალიან გამართულად. ინდივიდუალური დაცვის შესახებ და საშუალებების შესახებ. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ, ხო, აი ეს ბანერი ასახავს აბსოლუტურად ყველა იმ საკითხს, რაც ეხება ბას ობიექტებთან შესაბამისი ხელთათმანი უნდა გვეცვას, მძიმე საგნებთან შესაბამისი ხელთათმანი და მისი მოწყობა უნდა გქონდეს და ასე შემდეგ დაიცავით უსაფრთხო დისტანცია თქვენს ხელებსა და სახიფათო ობიექტებს შორის. ეხლა მინდა ძალიან პატარა ვიდეო მაქსიმალურად ხმას გავთიშავ, რომ არ შეგაწუხოთ და იმ ვიდეოს მიხედვით მივხვდებით თუ რაზეა ყურადღება გასამახვილებელი. თქვენის ნებართვით ერთი წუთით. მოკლედ ახლა ვიდეოზე არის წარმოდგენილი ერთ-ერთი ქართული ვიდეო გადაღებულია საქართველოს ერთ-ერთ საწარმოში, რა თქმა უნდა, საავტორო უფლებას არ დავარღვე და რა თქმა უნდა, არ დავარღვე და არ მოგახსენებთ, შევიკავებ თავს. მინდა რამდენიმე წამით გაცრავად ზიეროთ ახლა. ჩანს ვიდეო უკაცრავად დამიდასტურეთ. კი, ჩანს ფოტოშოპი. კარგით. მოკლედ ეს არის ქაღალდის დამამუშავებელი საწარმო. საკმაოდ ესეთი კარგი საზოგადოება, უყაითი მშრომელი ხალხი და მე მინდა ბოლო წამებზე რაც ვიდეოზე აისახება, როცა ეს ოპერატორი ნახეთ, ეს გახლავთ ლენტური დანა, რომელიც საოცარი სისწრაფით ზუსტი სიჩქარე არ ვიცი ბრუნვის და გეტყვით ძალიან ესე ზოგადად, ასე ვთქვათ, მარტივად რკინის სახაზავი დაახლოებით წამის მიათეთში 5 სანტიმეტრიანი სიგანის და თითქმის სრულად გადაჭრა იმდენად ბასრი ჭრა აქვს. ადამიანი აბსოლუტურად
ხელთათმანის გარეშე და ყოველგვარი ბარიერის გარეშე ასრულებს სამუშაოს. და აი ახლა ნახეთ, რამდენად ახლოს მიაქვს ხელი. გავთიშავ თქვენის ნებართით. და გადაწყვეტილება, რაც უნდა აუცილებლად აქ უნდა იყოს მიღებული უსაფრთხოების პროცედურებზე. პირველი ის რომ დანადგარი რაც თქვენ მიხილეთ, მე მგონი ვიდეო გავთიშე, ხო? პირველი დანადგარი რაც თქვენ მიხილეთ, ეს არის დაახლოებით რამდენიმე წლის წინ შეიძლება 10 წლის წინაც შემოტანილი, 10-15 წლის წინაც შემოტანილი. რამდენიმე წლის ვიდეოა, მოდი ესე ვთქვათ. და იმ წლისთვისაც, როცა ეს გადაღებულია, იმ პერიოდისთვისაც, უკვე ის დანადგარი შეიძლება ითქვას თანამედროვე ტექნოლოგიებთან ცოტა ჩამორჩენილი იყო და რატო? აბსოლუტურად არ ქონდა ის ბარიერული სისტემა, რომელიც ოპერატორს აუკრძალავდა რთულ და საშიშ ლენტურ ხერხთან ხელის მიტანას. ანუ დააბრკოლებდა. მე შემდეგ საკითხი აქვე მინდა გადავიდე იმ გილიოტინის განხილვაზე, რომელიც ბატონ ზალთან მუშაობს და იქ გეტყვით ზუსტად რას წარმოადგენს ის ბარიერი და დაცვა, რაც ადამიანის სხეულის იზოლაციას ახდენს საშიშ დეტალთან, საშიშ ობიექტთან სამუშაო პირობებში. ჩემი დიდი თხოვნა და სურვილი იყო, რომ ამ გარემოში ადამიანებს მოეხმარებინათ ისეთი აუცილებლად მოეხმარებინათ ისეთი ინდივიდუალური დაცვის ხელთათმანი, საშუალება ხელთათმანი, რომელიც ჭრაზე იქნებოდა და ბაზრსაგნებთან შეხებაზე იქნებოდა შესაბამისი. ის რაც მე თბილისის მასშტაბით შევძელი და მოვიძიე, აი ეს მინდა ახლა წარმოგიდგინოთ და მე გავაგრძელებ ამ ყველაფრის ასე ვთქვათ, ახსნას და განმარტებას. ეს გახლავთ ახალი ვიდეოა და დამიდასტურეთ, რომ ნამდვილად უყურებთ. ხედავთ ვიდეოს, მეგობრებო? კი, ჩანს, ხედავთ ყველაფერს. აუცილებლად უყურებენ ეგაც. არა, უშუალოდ თავარია, რომ მე ვახდენ გაზიარება და იწერება ეს კაპიტალი. ეს მე გახლავარ თვითონ. ეს გახლავთ ერთ-ერთ თბილისის მარკეტში. აი ეს ხმა მინდოდა ზუსტად ჩანაწერი რაც არის ეს კლიენტთან, ბოდიში თვითონ მაღაზიის მარკეტის ფლობელთან მაქსიმალურად ვეცადე ამეხსნა რაც მინდოდა. ეს გახლავთ მანქანის ხელოსნების ეს ხელთათმანი, მანქანის ხელოსნებისთვის ესეთ გამოჭრილი, როდესაც რკინის ნაკეთობის გადაკეთება უწევთ, ჟარგონს ვიხმარ, ჟეშტიანჩიკებს რო ეძახით ძალიან დიდი ბოდიში კიდე ერთხელ. აი მათი დანიშნულება, მათი გამოყენებისთვის არის ზედგამოჭრილი ეს ხელთათმანი. მოქნილია, ქსოვილია არმირებული, ამის თქმა უნდა. ქსოვილი თვითონ ბოჭკო, ქსოვილის ბოჭკოს აიდანაც ეს ხელთათმანია დამზადებული, შეიცავს არმირებულ ნაწილს და თქვენც ნახეთ, ეგრეთ წოდებული რკინის საკანცელერიო დანა, რომელიცაც ძალიან ბასრი ჭრის უნარი აქვს, ვერ მოახდინა ხელთათმანის დეფორმაცია. მე ეს ხელთათმანი არ შემიძენია მაღაზიის მისმა გამყიდულმა, მითხრა რომ შეგიძლია გატესტო, შეგიძლია შეიძინო, შეგიძლია არ შეიძინო. რა საშუალება არსებობს უკეთესი იმ გარემოსთვის, რაც წეღან ვიდეოზე ქაღალდის ჭრას შეეხებოდა უამრავი. წეღან ვახსენებ, რომ ქართული კანონმდებლობა ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური დაცვის შესახებ და გვავალდებულებს მთელი ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით მოვახდინოთ ინდივიდუალური საშუალებების შეძენა, გადაცემა და გამოყენება. ახლა ერთ-ერთ ფოტოს წარმოგიდგენთ, სადაც ნამდვილად ჩანს ის თუ რა შეიძლებოდა გამოგვეყენებინა ქაღალდის ჭრის ან უფრო მაღალი საფრთხის შემცველ გარემოებებში. ნახეთ, ეს გახლავთ ერთ-ერთი ძალიან ისეთი ძალიან გაყიდვადი კომპანიის კატალოგი, სადაც დეტალურად აღწერილია თუ რა ხარისხის დაცვაზე აქვს უნარი თითოეულ ამ ინდ დაცვის საშუალებას, რასაც ეკრანზე ხედავთ.
ეს ყველაფერი იმისთვის მოგახსენეთ, მეგობრებო, რომ ჩვენ ვალდებული ვართ კარგი კომუნიკაცია გქონდეს და სწორი შესყიდვა გავაკეთოთ, სწორი მიწოდება გავაკეთოთ დასაქმებულთან და იცოდეს, რომ ზუსტად იმ დანიშნულების ხელთათმანი აქვს, სიტყვაზე ხარ ახლა ხელთათმანის ვიდეო გაჩვენეთ, ზუსტად იმ დანიშნულების ინდივიდუალური დაცვის საშუალება აქვს, რაც აუცილებელია მისი ოპერაციის შესასრულებლად. ასე მაგალითად, მებეტონეს აბსოლუტურად სხვა რამე სჭირდება მოგეხსენებათ, აგურის წყობილს აბსოლუტურად სხვა რამე სჭირდება, აღარ მაქვს საუბარი ჭრის საშუალებებზე, როცა შემხებლობა ჭრის ოპერაციებზე, როცა შემხებლობა და მით უმეტეს რკინის ჭრის ოპერაციებზე, იქ უფრო რთული პირობაა და უფრო რთული სახის ინდივიდუალური დაცვა გჭირდება. მაგრამ იმ დოკუმენტსაც წარმოგიდგენთ, რომელსაც ქართული კანონმდებლობა განგვიმარტავს და გვეხმარება, რომ სწორად მართოთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება და მენეჯმენტი. რაღაც წამით ესეთი ნახეთ, ეს უზარმაზარი დოკუმენტი ახლავთ დანართი ტექნიკური რეგლამენტისა და ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს და ეს მინდა რომ არა ონლაინ, არამედ კლასრუმ შეხვედრაზე წარმოგიდგინოთ საკანონმდებლო ნორმების რაობა თუ რა მდგომარეობაში ვართ. რომელი ნორმა შეიცავს ხარვეზებს, რაც მე გამოცდილება მაქვს, რომ ეს არ ნიშნავს რომ ვიღაცის კრიტიკა მინდა და იმ ხარვეზებთან მიმართებაში როგორ შეიძლება მართოთ. მე მოგახსენეთ, რომ ჩვენ თუნდაც ინდივიდუალური დაცვის საშუალების რეგლამენტი, რომელსაც ქვია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება და ვალდებულებები 1990-ია თუ არ ვცდები დადგენილების ნომერი, შეიცავს დანართს, რომელიც კარნახობს თუ რა უნდა გავითვალისწინოთ თითეული დაცვის საშუალებების შეძენისას. მოკლედ, წინამდებარე ცხრილი ასახავს სამუშაო გარემოს. იწყება აი წითლად მონიშნული სიტყვით რისკებით. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ თუ რომელ რისკებზეა საუბარი და რა სახის გადაწყვეტილებას ვეშურებით რომ მივიღოთ. ეს არის ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური აგენტები. სხვა რისკები, ნახეთ, დახრჩობა, ჟანგბადის უკმარისობა, ხილვადობის ნაკლებობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის შესაბამისად მე დეტალურად ძალიან რთულია ახლა ამის განხილვა და ვერ მომასწრებ თუნდაც 1 სრული საათი რომ დაუთმოთ, იმიტომ რომ იმდენი ნიმუში შეიძლება ვნახოთ, რო არ გვიყოფა. ამით მინდა გითხრათ, რომ ქართულმა კანონმდებლობამ კარგი ნაბიჯი გადადგა და გარკვეული პროგრესია, როცა გვეუბნებიან, რომ ამის მიხედვით იმსჯელეთ და იცოდეთ, რომ თავის დაცვისთვის რა სახის მყარი ჩაფხუტი გჭირდება. თავის ქალა დაიცვას, თლიანი თავი უნდა დაიცვას და ასე შემდეგ. ახლა მოკლედ გეტყვით, აქ რა განსხვავებაა უბრალო მარტივი ვიზიტორისთვის მისაღები დაუშვათ მყარი ჩაფხუტი აბსოლუტურად სხვაგვარი შეიძლება იყოს, ვიდრე ხარაჩოზე მომუშავე, ხარაჩოს ამწყობის ან მაღლივ სამუშაოზე მყოფი ადამიანის ჩაფხუტი. აბსოლუტურად სხვა სტრუქტურაა, სხვა მორგება აქვს ადამიანის ისეთ რთულ და აუცილებლად ფაქის ორგანოზე, რასაც თავი ქვია, თავის ქალა და სახის ნაწილსაც კი იცავს მყარი ჩაფხუტი. მეცაც გეტყვით, დაცემის დროს ადამიანის უსაფრთხოებას აკეთებს, ადამიანის ორგანოს თავის დაცვის უსაფრთხოებას აკეთებს დაცემის შემთხვევაში. ამიტომ ეს ფარატინა ფურცელი არ გახლავთ მხოლოდ ის, რომ უბრალოდ წაიკითხოთ, ამის შემდეგ ჩვენ გვჭირდება სპეციალისტის კარგი განმარტება თითოეულ ინდივიდუალურ დაცვის საშუალებებზე და იმ როგორ ვთქვი, აი safety დოკუმენტის განხილვა, რომელიც დატანილი უნდა იყოს აუცილებლად ინდივიდუალურ დაცვის საშუალებაზე, სადაც ეწერება გამოყენების ვადა, ვარგისიანობის ვადა, მობლის პირობები და სხვა რიგი მომენტები და რაც მთავარია, პასუხისმგებელი. ყველა შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ქართული ნამზადი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მომწოდებელი კომპანია ყოველთვის პასუხისმგებელია იმის გამო, რომ ჩვენ მას
აქ მიღებული მომსახურებით და შესყიდვით უცხადებთ ნდობას. მოკლედ ეს არის ძირითადი პრინციპები, რის მიხედვითაც ჩვენ აუცილებლად უნდა გვესმოდეს ინდივიდუალურ საშუალებებთან დამოკიდებულება. საწყისებს მოგახსენებთ, მეგობრებო, და არა სრულყოფილ ინფორმაციას ამ პირველ შეხვედრებთან ის გათვალისწინებით. შემდგომ ამისა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ჩვენ როცა კარგად შევისწავლით, თითოეულ დასაქმებულს ვალდებული ვართ დასაქმებულს ავუხსნათ თუ რა პირობებია საჭირო მისი გამოყენებისთვის. მაგალითად, რამდენიმე დღეა მიჩვენია ესე ღიად მოგახსენოთ, ცოტა დილემის წინაშე ვარ. ხმაურიან გარემოში მიწევს, ეხა საიდანაც მოგახსენებთ ამ საუბარს და სადაც გახლავართ, დემონტაჟი მიდის ძალიან საინტერესო პროექტისა და ხმაურიან გარემოში აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მუშისთვის არ მქონდა სამწუხაროდ ხმაურის დამხშობი ყურსაცმები, ძალიან ბევრ თქვენგანს ეხნებათ ნანახი. და როცა ერთ მუშასთან განმარტებისთვის მივედი, მითხრა, რომ ის რატო არ გეკეთა მეთქი და ის ვისი გახლავთო და არისო საწყობშიო, დღეს არ არისო და მე არ ვარ ვალდებული სხვისი ყურსაცმი გამიგეთო. ძალიან მესიამონა, იმიტომ რომ დღეს ყველა დასაქმებული უნდა იყოს ცნობიერად განათლებულ დონეზე და იცოდეს, რომ ინდივიდუალური დაცვის თან არაქართულენოვანი საზოგადოება მინდა გითხრათ და თითოეულმა მათგანმა უნდა იცოდეს, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალება ეს მართლა არის ინდივიდუალური და პერსონალური ამუნიცია და არ შეიძლება მისი გამოყენება სხვა ინდივიდის მიერ. მოკლედ ეს ცნობიერება მაქსიმალურად ჩვენ უნდა გადავიტანოთ როგორც საკუთარ თავში, დრო და დრო, სამუშაო გარემოდან გამომდინარე და შემდეგ მუშაკებთან. ამის შემდეგ რა უნდა მოგახსენოთ? თუ გნებავთ, ძვირფასებო, ძალიან დიდ დროს თუ არ წაიღებს მამუკა, 3-5 წუთი შევისვენოთ, სულ 3-5 წუთი. უბრალოდ წყალს მომშავთ თქვენის ნებართვით და გავაგზავნოთ. მეგობრებო, არ ვთიშავ, რა თქმა უნდა, არ ვთიშავ და ეხლა ჩემთან აჩვენებს 19:59 ჩავთვალოთ, რომ 20 საათია, 20 საათსა და 5 წუთზე შემოვდივართ. დიდ ხომ შეიძლება? კარგით, მე თანახმად. ვამედასტურეთ, გვანცა, სერაფიმე, ლიზა, თუ შეიძლება. კარგით, მოკლედ 20 საათსა და 5 წუთზე განვაგრძობთ თქვენის ნებართვით. მეც თანახმად, თავარიებს მეილების უკავშირი მედია თანახმარიან. კი, არა უშევ, კი თავარია. ბატონო, შევთანხმდით 5 წუთზე შევთანხმდით. 5 წუთი სულ. დროებით.
მეგობრებო, მე მზად ვარ. ხარით განვაგრძოთ და მინდა რომ ყოველი შემდეგი გაკვეთილი იყოს საინტერესო, ხო ბუნებრივია, როცა ჩემ პოზიციაზე მყოფი ადამიანისთვის სვენელის მოყოლება ეს არის ორმაგი ანაზღაურება. ხო ესე ბატონო მამუკატო ვახართ. რა თქმა უნდა, საინტერესოდ გადმოცემ ყველაფერს და დიდი მადლობა. შედეგებს ნახავთ გამოცდებზე. ვცდილობ და ვიცი ძალიან სასიამოვნოა თუ სვენელებისთვის მოსაბეზრებელი მაინც არ არის. მეგობრებო, მოკლედ განვაგრძობ თქვენის ნებართვით. და პირდაპირ ახლა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე გქონდა საუბარი რა. დავიწყოთ ზუსტად ამ გაგრძელებით და გადავიდეთ შემდეგ საკითხებზე. მოკლედ ჩვენ ვისაუბრეთ და დღესაც განმეორდი შესავალში აუცილებლად ეცდებით და აუცილებლად ვისაუბრებთ მხოლოდ იმ გარემოზე, უპირველეს ყოვლისა იმ გარემოზე, სადაც ჩვენ ვიწევს მოღვაწეობა, პრაქტიკის და სწავლების გავლა. ყველა შემთხვევაში ეს მაღალი საფრთხის შემცველი გარემო გახლავთ თუ სხვა, შრომის უსაფრთხოების სისტემა იყენებს აუცილებელზე აუცილებელ ბერკეტს, ეს არის საფრთხეების და რისკების წინაშე ბრძოლა და მისთვის გამოგონებულია, შექმნილია ასე ვთქვათ, გარკვეული თეორიული, ინტელექტუალური ბერკეტი, რასაც ქვია კონტროლის იერარქია. მე დღეს არ დავწუნამდები საფრთხის და რისკის გარჩევაზე და პირდაპირ გადავალ ზუსტად წვეტა რო არ იყოს, ახლა ინდივიდუალური დაცვის საშუალებაზე ვისაუბრეთ. ბერკეტი, რომელზედაც მოგახსენეთ კონტროლის იერარქია, შეიცავს ზუსტად იმ საშუალებებს, რა საშუალებებიც გვაძლევს უნარს, რომ რისკები მაქსიმალურად მართოთ და ყოველთვის მაქსიმალურად მინიმუმზე ჰქონდეს დაყვანილი, ასე ვთქვათ. ახლა წარმოგიდგენთ კიდევ ერთხელ ეს ნანახი ფოტოა წინა გაკვეთილისა და თქვენის ნებართვით გავაზიარებ. მოკლედ წარმოდგენილი 5 საფეხურიან გარემოში კონტროლის იერარქია, რასაც ქვია, ეს არის რისკების და საფრთხეების მართვის, საფრთხეებთან ბრძოლის, რისკების შემცირების ბერკეტი, როგორ დავარქვათ, შაბლონი, დავარქვათ, რა ვიცი, თეორემა, აქსიომა და ასე შემდეგ, რომლითაც ჩვენ მართავთ ინტელექტუალურ ბრძოლას რისკების შემცირებისთვის. მოცემულ ფერად სამკუთხედის ბოლო ნაწილს მინდა მივაქციოთ ყურადღება IDS ინდივიდუალური საშუალებების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. რაც გვიბრძანებს, რომ მათი საშუალებით დავიცვათ მუშაკი პირადი დაცავი აღჭურვილობით. მაღალი საფრთხის შემცველი ნებისმიერ გარემოში ამ მოწყობილობის და ამ აუცილებლობის გარეშე მუშაობა აკრძალულია პირდაპირ რომ გითხრათ. არ შეიძლება ნიჩაბს, თუნდაც კარიერზე, ქვიშის კარიერზე ადამიანი შეეხოს შესაბამისი ხელთათმანის გარეშე. არ შეიძლება სპეციალურ დამცავით აღჭურვილი ფეხსაცმელით გარეშე, მაღალი საფრთხის გარემოში, რომელთაც ამ წუთში გახლავართ და ისე მოგახსენეთ ამ გაკვეთილს, შემოსილი მის გარეშე მოახდინოს გადაადგილება. და ძალიან საინტერესოა, იმდენად დახვეწილი თანამედროვე საშუალებები იყიდება თავისი დიზაინით, თავისი სიმსუბუქით, თავისი ფეხსემოხდენილობით, რაც ხარისხიანია მოგეხსენებათ ძვირია, მაგრამ ეფექტურია ნებისმიერ სამუშაო შესრულების დროს ადამიანმა უუნებლად მოახდინოს გადაადგილება, ხელით მანიპულირება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, კონტროლის იერარქია გვეუბნება, რომ ყველაზე უშუალო, ყველაზე შემხებლობა ეს არის IDS-ს გამოყენება. ეს ნიშნავს, რომ ყველა აქტიურ საგანს ბრუნავ ლილს და უშუალოდ ბასრ რკინის ლითონის ფურცელს, რომელიც ძალიან ბევრია ჩვენს ქარხანაში, არ გვაქვს უფლება რომ შევეხოთ სპეციალური ხელთათმანის გარეშე.
აღარ მაქვს საუბარი შედუღების და ჭრის საშუალებებთან, ჭრის ოპერაციების შესრულების დროს შესაბამისი ამუნიციის გარეშე მუშაობა. ახლა ცოტა ზემოთ ავწევ და წარმოგიდგენთ შემდუღებლის, ასე ვთქვათ, ვიზუალურ დახასიათებას. თუ შეიცვალა სურათი თქვენს ეკრანებზე, მინდა დამიდასტუროთ. მოკლედ, შემდუღებელი უნდა იყოს ეკიპირებული წარმოდგენილი ფოტოს მიხედვით. კარგად ჩანს. ეს არის ცხელი ჭრის აპარატი, ეს არის შესაბამისი ცილინდრი, ბალონი, მაღალი წნევის ჭურჭელი ეგრეთ წოდებული, მის შესახებ არ გავამხილო ყურადღებას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს არის საკმაოდ რთული სამუშაო პირობა. მაღალ ტემპერატურას შეიცავს ნაპერწკლებს, რომელიც ძალიან მწვადეა და მთელი რიგი ნიუანსებია, რომელიც დაცული უნდა იყოს მსგავსი ოპერაციის შესრულების დროს. ნახეთ, თავსაბურავი, ქურთუკი, რომელიც უნდა იყოს უხეში ტყავის აუცილებლად შემდუღებლის ჩაფხუტი, დღეს შემდუღებელზე გაკვეთიც არ წავიყვან, უბრალოდ წარმოდგენა მინდა გითხრათ, სრული ეკიპირება რამდენად კარგია. ხელთათმარი, რომელიც ასევე ცხელი ნაპერწკლის და ცხელი ნაწილაკების განდამცველია, წინსაფარი ასევე, რომელსაც შარვალი არ უნდა დააზიანოს და ფეხსაცმელი, რომელიც ფეხზე უნდა იყოს იმდენად ჭიდროთ, რომ რაიმე ზედმეტმა ნაწილაკმა ვერ მოახერხოს სხეულში მოხვედრა. ბატონებო, ეს არის გაკვეთილი სახელმძღვანელო ლითონის შედუღების პირობებისთვის. მაგრამ მე მინდა გავამახვილო ყურადღება ისევ და დაუბრუნდე კონტროლის იერარქიას და გადავიდე შემდეგ აუცილებელ საკითხზე, რომელმაც უნდა ჩვენ საფუძველი მოგვცეს უსაფრთხოების ცნობიერებაზე. ნახეთ, კონტროლის იერარქია იდუსუთი მთავრდება შეიძლება ითქვას. მე მინდა კონტროლის იერარქიაზე ვისაუბრო, რახან ინდივიდუალურ დარგ საშუალებებზე მეტანაკლებად ამოვწურეთ დღეისთვის სათქმელი შესავალი. ახლა მინდა მთლიანად განვიხილოთ ეს ფერადი სამკუთხედი, რაც წარმოადგენს ის აქსიომა, რომელთაც ჩვენ ინტელექტუალურად პირველ რიგში და გონებრივად ვებრძვით რისკებს და საფრთხეებს. ნებისმიერ შემთხვევაში პირველ რიგში ჩვენ საფრთხეს წყაროს ვეძებთ, ვიდრე სამუშაო დაიწყება, თქვენ წარმოიდგინეთ, უნდა ვიცოდეთ, რომ წყარო ხო რა სახის წყაროები და რა სახის საფრთხეებია, მისი მოშორება უნდა მოვახდინოთ. ასე მაგალითად გაგახსენებთ ძალიან რთულ პერიოდს, COVID-ი, ჩვენი ამასახსენებელი 3 წელი, რომელიც კაცობრიობა ფაქტიურად გამოტოვა, განვითარება შეიძლება ითქვას. მე მახსოვს ერთ-ერთი ასეთი მაგალითი, რომ ჩემმა ნაცნობმა აღმოაჩინა, რომ სართულის მეზობელმა დამალა ფაქტი, ლიფტი მოქმედ მდგომარეობაში იყო და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოჯახი თვითონ იზოლირებული ყავდა და მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ბავშვები მოხუცების გარეთ არ გამოსულიყვნენ, ძალიან ადვილად შეაღწია მათ ოჯახში. და მე აღმოაჩინა, რომ ის მეზობელი, რომელმაც შიშის გამო თუ გამოსვლობის გამო თუ როგორც ხდებოდა ხშირად, დიდი ალბათობით ლიფტით გადაადგილების დროს ლიფტის უჯრედი და თუნდაც ის ღილაკი იყო გადამდები და შეიცავდა საფრთხეს. ამიტომ ეხა მაგალითისთვის მინდა გითხრათ, საფრთხის მოშორება იმ წუთისთვის იქნებოდა წყაროს ანულიზება. და რა იქნებოდა საჭირო გაკეთებულიყო? უნდა აუცილებლად ან ლიფტი დახურულიყო პირველ რიგში, ან უპირველესად ყოველდილით და ინტენსიურად დეზინფექცირება მოხდარიყო ღილაკის, ლიფტის თვითონ კაბინის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საფრთხის მოშორება კიდე რა შეიძლება მაგალითი ვთქვათ. ამ დოკუმენტის მიხედვით განვიხილოთ, რომელიც ეხება უკაცრავად ზარი მაქვს და რამდენიმე წამში მოგახსენებთ გაგრძელებას. ბატონო კოტე არ დავისრულებია და დაგილეკავთ 9 საათში. აუცილებლად პასუხს ვაგებ. კი. ძალიან დიდი ბოდიში. მოკლედ, საფრთხის მოშორება.
ერთ-ერთ მაგალითს კიდე მოგახსენებთ. ასეთი გარემო წარმოვიდგინოთ, რომ ვიტრაჟებია დასაწმენდი მაღალი 2 მეტრიანი, 3 მეტრიანი, სადაც ადამიანი უნდა რაღაც მოწყობილობით მაღალი კიბით ან სხვა საშუალებით აწვდეს და გააკეთოს გაწმენდის სამუშაოები. თუ ჩვენ ამ ადამიანს ელემენტარულად სხვა ხელსაწყოს მივცეთ ისე, რომ სიმაღლეზე ასვლა არ დასჭირდეს კიბი, არ დასჭირდეს პლატფორმა, ყარაჩვა, მსგავსი, ჩავთვალოთ, რომ იქ მაღლივი სამუშაო და ადამიანის ჩამოვარდნის საფრთხე ანულირებული ადამიანი გასმყარად და ახდენს თავის სამუშაოს შესრულებას ძალიან კომფორტულად. აი ეს არის ერთ-ერთი პრიმიტიული მაგალითი, რომელიც ძალიან ხშირად მოყავს ხოლმე ჩვენ გაკვეთილებზე საუბრის დროს. საფრთხის ჩანაცვლება. რას მოითხოვს საფრთხის ჩანაცვლება? გამოვიყენოთ ისეთი სხვა საშუალება და სხვა მანევრი, რომელიც უფრო ნაკლები საფრთხის შემცველია. ასე მაგალითად, ქიმიურად რთული შემადგენლობის საღებავის ნაცვლად ვიხმაროთ უბრალოდ წყალში გამოხსნელი საღებავები, როცა ღებვის ოპერაციას ვასრულებთ. ეს ელემენტარული მაგალითებს მოგახსენებთ მეგობრებო. საფრთხის ჩანაცვლება ეს წარმოსახვა და წარმოდგენა რო შეგვიქმნას. და ყველაზე შუალედური, ყველაზე დიდი რგოლი ეს არის ფაქტიურად შეიძლება თქვას ძრავის, კიდე უფრო ძრავი შრომის უსაფრთხოების სისტემაში. საინჟინრო კონტროლი. როცა ნებისმიერი დამსაქმებელი, როგორც ინჟინერი, როგორც ინდუსტრიაში ჩართული პირი, წინასწარ ახდენს ყველაფრის კონტროლის ზომების მიღებას და განსაზღვრავს, რა დიზაინის დანადგარი საგანათავსოს. სივრცეები როგორ დატოვოს ამ დიზაინის შესაბამისად, სამოძრაო, რომ ერთ დანადგარზე მომუშავე პიროვნებამ არ შეუშალოს ხელი სხვა საქმის შემსრულებელ პიროვნებას და ასე შემდეგ. საინჟინრო კონტროლი იზოლირება, ეს ძალიან ცოტა ზოგადი თემა, ამას მე უფრო ინჟინრული მიდგომა, საინჟინრო მიდგომა შრომის უსაფრთხოების მიმართ და შეიცავს, აი შეიძლება ითქვას თითქმის ყველაფერს და აი მას ახლა მოგახსენებთ ცოტა ხანში ჩვენი გილიოტინის მაგალითზე. საინჟინრო კონტროლი ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი, როცა ჩვენ გვეუბნებიან შევამციროთ საფრთხის ზეგავლენა, მოვაშოროთ ხალხის საფრთხეს. დასაქმებულის იზოლირება საფრთხესთან მოვახდინოთ. ამ შემთხვევაში ტექსტი ამას გვეუბნება. შემდეგი პატარა ტრაპეციის მსგავსი ასე ვთქვათ. ჩანართია ამ ფერად სამკუთხედში ეს გახლავთ ადმინისტრირება, პროცედურები. როცა ეთილგონივრული დამსაქმებელი აუცილებლად ახდენს წინასწარ გამჭვირვალებას, წინასწარ კონტროლს, როგორც საინჟინრო კონტროლის დროს და ცვლის სამუშაო რეჟიმს, ხვეწავს, ავნითარებს სამუშაო რეჟიმს. ასე მაგალითად, როცა საშუალება აქვს, რომ რაღაც სამუშაო შეასრულოს 3 ადამიანმა ხელგარემოში და სამის მაგივრად მოიყვანს 4 ადამიანს. დანარჩენ 3 თითოეულს სამუშაო საათები შეუმცირდება და შესაბამისად ცხელი გარემოს ემოქმედება შემცირებული იქნება და ამით ადამიანებს დასაქმებულებს უფრო მეტ კომფორტ შეუქმნით. ესეც ზოგადი დახასიათება. მოდით ახლა გავყვეთ და რახან ჩვენ შემდუღებელი წარმოვადგინეთ დღეს შემდუღების ოპერაციების დროს, აი ეს საკითხები ლითონის შედუღების ოპერაციების დროს, აი ეს საკითხები, ეს კონტროლის იერარქია, რამდენად კარგად შეიძლება გავანაწილოთ და გამოვიყენოთ. მოკლედ, კონტროლის იერარქია კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს არის ბერკეტი და საშუალება იმისა, რომ მოვახდინოთ საფრთხებზე და რისკებზე ზეგავლენა და შევამციროთ თითოეული მათგანი. პირველი პუნქტი, რისკის აღმოფხვრა, საფრთხის მოშორება. ერთი და იგივე გახლავთ ჩემო ბატონებო და რას გვეუბნება შედუღების დროს. ლითონის პროდუქტის საჭირო დეტალები შეიძლება იყოს შერჩეული, რომ შეიცავდეს ამ კომპონენტს და წინასწარ შექმნილ დეკორატიულ ფორმებს შედუღების საჭიროების აღმოსავლად. ნახეთ, თუ ჩვენ ძალიან რთულ გარემოში გვიწევს და ვერ გვაქვს ის კომფორტი, რომ ადამიანებმა ძალიან დიდხანს მოახდინონ და დიდხანს იმუშაონ შედუღების პროცესებზე, აი ეს იერარქია გვიჩნევს, რომ შედუღების სამუშაოები მოაშორე და შედუღებული მზა პროდუქცია შეიძინე იმის გამო, რომ ადამიანი შენდუღებელი უფრო ნაკლებად იყოს და უფრო გამოთავისუფლებული იყოს თავისი რთული ოპერაციის შესასრულებლად. ეხლა ცოტა ტრაფარეტულად ჩანს, ცოტა ზედაპირულად ჩანს, მაგრამ ამას სწორი მენეჯმენტი როცა დათვლის და მიხვდება, რომ მართლა იაფი დაუждდება იმის გამო, რომ მუშახელის თემას და მისი საფრთხის თემაც შემცირებული იქნება, აი ეს პირველივე
მომენტი კონტროლის იერარქიისა შეიძლება ჩავთვალოთ, რომ იქნება ძალიან ოპერატიულად გამოყენებული და ეფექტურად გამოყენებული. ჩანაცვლება. ნახეთ, რთული შესასრულებელი შედუღების სამუშაოს ნაცვლად არსებობს და თანამედროვე ინდუსტრია გვაძლევს საშუალებად, რომ წყლის საშუალებით მოახდინოთ წყალში შედუღება, ეგრეთ წოდებული წყალით შედუღების მეთოდი არსებობსა და შეიძლება გამოიყენოთ. ანუ უფრო მაღალი საფრთხე ჩავანაცვლოთ დაბალი საფრთხე, რადგან წყალში წყლის საშუალებით მიმდინარე წყლის შედუღების პროცესი ნაკლებ ტემპერატურას გამოყოფს და შესაბამისად დაბალი საფრთხის შემცველი. აი ამას გვეუბნება ჩანაცვლების შემდეგი საფეხური. ჩემს მიერ შექმნილი და ჩემს მიერ ამდენად ნასაუბრები იზოლაცია და საინჟირო კონტროლი. აქ რამდენიმე მაგალითია და აღარ მოგახსენებთ ისე დეტალურად არ წაგიკითხავ. იზოლაცია ეს არის დამსაქმებლის შემხებლობა, უშუალოდ შემხებლობა საფრთხესთან. საერთოდ უნდა იყოს მოშორებული და შემდეგ მასალას როცა ეხა წარმოგიდგენთ ცოტა ხანში, აი იქ გავამახვილებ მაგაზე განსაკუთრებით ყურადღებას. ასევე საინჟირო კონტროლის ნაწილია. ნახეთ, თუ ძალიან ცხელი გარემოა შემდგომი შემთხვევაში, მაქსიმალურად იყოს ვენტილაცია, გაგრილების სისტემა კარგად გამოყენებული, რომ ადამიანმა არ შეისუნთქოს შედუღების დროს, ცხელი სამუშაოს დროს გამოყოფილი ის მავნე ნივთიერებები, დაკვანიანება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მოშორებული იყოს დამსაქმებელზე. შემდეგი ადმინისტრაციული კონტროლი, ზღანაც მოგახსენებთ, მივცეთ ადამიანებს, შემდუღებლებს იმის საშუალება, რომ 40 წუთის მადლურად იმუშაონ, თუნდაც ის 35 წუთი და 5 წუთი მოახდინონ, 5 წუთის მანძილზე დამატებით მოახდინონ რეაბილიტაცია და თავის მოწესრიგება, განიავება, სუფთა ჰაერზე გასვლა და ასე შემდეგ. სხეულზე მაღალი ტემპერატურის გარემოს ზემოქმედება შევამციროთ, ანუ ადმინისტრაციული კონტროლი ამის საშუალებას გვაძლევს. და ბოლოს ის რაზედაც ბევრი ვისაუბრეთ, ეს არის მაღალკვალიფიციური, მაღალი ხარისხის, კომფორტული, თანამედროვე ისეთი საშუალებებით დამზადებული ინდივიდუალური დაცვის აღჭურვილობა, რომლითაც ფაქტიურად ამ საკითხებზე საუბარი დავიწყეთ ჩვენ. შევეცადე ის აუცილებელი საკითხი კონტროლის იერარქია, რომლის შესახებაც აუცილებლად თითქმის ყველა გაკვეთილზე გვექნება საუბარი, თითქმის ყველა გაკვეთილზე, რომ ჩვენ ყველა მსმენელს, თქვენ იქნებით ჩართულები, თქვენი შეხვედრების დროს სწორი წარმოდგენა გქონდეთ უსაფრთხოებაზე და არ გიყოთ ისეთი, ასე ვთქვათ, მშრალი ინფორმაციის ფონზე მხოლოდ, რომ შრომის უსაფრთხოება ეს არის ჩაფხუტი, ხელთათმანი, ამრეკლი ჟილეტი და ამით ვითარდება ყველაფერი. არა, ამაში არის ძალიან გონივრული, ძალიან დიდი შრომა ჩადებული, არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ საერთოდ რაც ინდუსტრია დღითიდღე ვითარდება და პირველ გაკვეთილზე აღარ შეგახსენებთ, გაჩვენეთ უცხახის დამამზადებლის მიერ წარმოდგენილი ერთ-ერთი სახელმძღვანელო თავისი მოწყობილობა, გასაყიდო მოწყობილობა ზუსტად ამ პრინციპით, როგორ აქვს წარმოდგენილი შესაბამის ბაზარზე. ამის შემდეგ ჩვენ რასაც იქ ვნახავთ, მოკლედ შემდუღებლის ოპერაციებს აუცილებლად შევხვდებით, თუ თქვენ დაათვალიერეთ და სამუშაო პროცესს დაესწარეთ, ალბათ ნახავდით იქ რამდენიმე სახის შედუღება გახლავთ და აუცილებლად ნახავდით გილიოტინას, ეგრეთ წოდებულს, რომელიც ძალიან თითქმის ყოველდღიურ გამოყენებაშია და დატვირთულობაშია არსებულ სამუშაო გარემოს პირობებში. გაცრავად, ეხა მეგობრებო, ნახეთ, საინჟინრო კონტროლზე ძალიან ბევრი ვისაუბრე წება. ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ სახელმძღვანელო, რომელიც აუცილებლად გამოსაყენებელია იქ არსებული გილიოტინის სამუშაო პირობებისთვის. ეს გახლავთ ერთ-ერთი ნიმუში
დღეს მაღალი გაყიდვადი ერთ-ერთი ფირმის მიერ წარმოებული ტიუტორიალი, რომელიც დატანილია და რომელიც მოყვება აუცილებლად მსგავს გილიოტინას სახელმძღვანელოს სახით, რომ მომხმარებელმა თვითონ ისარგებლოს და კარგად გაშიფროს, კარგად გაარჩიოს თავისი დანადგარი რა საფრთხეებს და რა აუცილებლობებს შეიცავს. ჰიდრავლიკული გილიოტინა თავისი სურათით, თავისი მართვის პანელით იწყება საფრთხეებით. ნახეთ, როგორც კი საფრთხეებზეა საუბარი, იქვეა წარმოდგენილი ნიშნები, უსაფრთხოების ნიშნები, მანიშნებლები, თუ რა უნდა გვეცვას და გვეხუროს შესაბამის სამუშაო შესრულების დროს. ეს არის ხმაურის დამცავი საშუალება, ხელის დამცავი საშუალება, თვალის დამცავი საშუალება და რა საფრთხეებთან გვაქვს საქმე. საფრთხეს წარმოადგენს ლითონის ფურცელი. მე თანდათან მინდა გადავიდე იმ დეფინიციას და კარგად გავიაზროთ რა არის საფრთხე და რა არის რისკი. ჩვენ საფრთხეს ვერ უარყოფთ. ჩვენ გილიოტინის გამოყენება გვჭირდება იმისთვის, რომ ლითონის ფურცელი დავამუშავოთ და მივცეთ ის სახე, რაც უნდა მივცეთ. ამიტომ ლითონის ფურცელთან ჩვენ შეხებას ვერ უარყოფთ და ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ საფრთხეს წარმოადგენს ლითონის ფურცელი. რისკებს როგორ მართავთ, ამას თანდათანობით განვიხილავთ. შემდეგ კონტაქტი დამჭერებთან და დანასთან. აქ იგულისხმება ტიუტორიალი მოიცავს ნებისმიერი სახელმძღვანელო, ნებისმიერი დანადგარისა მოიცავს მისი აწყობის პირობამდე საჭირო ნორმების დაცვას, მისი გამოყენების დროს და ოპერირების დროს საჭირო ნორმების დაცვას და შემდეგ დასუფთავება მოვლაპატრონების დროს საჭირო აუცილებლობების დაცვას. ამიტომ აქ ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, შეხება გვექნება გვაფრთხილებს ლითონის ფურცელთან. საქმე ის არის, რომ ეს იგულისხმება, რომ ფურცელი მძიმეა, სწორი მანევრით უნდა ავწიოთ, სწორი ხელსაწყოებით უნდა გადავაადგილოთ, ბასრი ნაპირები აქვს და აუცილებლად კარგად ჩაცმულები უნდა ვიყოთ კონტაქტი დამჭერებთან და დანასთან. დანის გამართულობა წინასწარ უნდა ვიცოდეთ და ამას შემდგომ ნახავთ თანდათანობით. შემდეგ ვარდნილი საგნები, ვიდრე ეს მძიმე საგნები განთავსდება, აუცილებლად მზად უნდა ვიყოთ, რომ ყველაფერი იყოს იმისათვის, რომ ნებისმიერ სხეულის ნაწილზე ტერფი იქნება თუ ფეხის სხვა ნაწილი არ მოახდინოს დაცემა ამ რთულმა და გაბარიტულმა მძიმე საგანმა. ჭრის დროს მოხდენილი გასროლილი ნაწილაკების საფრთხე, თვალის დაცვა, ხელის დაცვა. ღრიჭო, დამცავი საფარის ჭრილში სპეციალურად მაქვს ლურჯი ფონი წარმოდგენილი. აი ყვითელ ფონზე რასაც ხედავთ, გილიოტინას ფოტო ფაქტიურად თლიანი ტანი ეს არის, თლიანი სხეული ასე ვთქვათ. მოწყობილობის არის ნაცრისფერ ფონზე, მაგრამ შუა ნაწილში ნახეთ დატიხრულია თითქოს ეს გახლავთ ზუსტად დამცავი ფარი, დამცავი საფარი, რომელსაც გააჩნია პატარა სხვა შესატყვისი სიტყვა ვერც ვიპოვე, ღრიჭოები, რომლის დიამეტრიც კი განსაზღვრული უნდა იყოს, თუ მაქსიმალურად რა დიამეტრი შეიძლება ის არსებობდეს. დამცავი საფარის ღრიჭოს დიამეტრზე მაქვს საუბარი. აქ სტანდარტი, მთელი რიგი დახვეწილი სტანდარტები განსაზღვრავს რა დიამეტრის თითის ზომა შეიძლება კონდეს დასაქმებულს თქვენ წარმოიდგინეთ. და შესაბამისად უნდა ვიცოდეთ, რომ დამცავი საფარი ზუსტად იმ მოცემულობის არის, რომ ადამიანს რომც შეეძლოს ვერც მოახერხოს დამცავი საფარის იქეთ ჭრილში ხელის მოხვედრა. შემთხვევით, აი გადაღლილ მომენტზე იმის გამო რომ რაღაც დაავიწყდა და აუცილებლად შესასრულებელი აქვს და საფარის იქეთ უნდა მოახდინოს მანევრი. არა ბატონო, უნდა გამორთოს, დანა უნდა გააუნებელყოს, შემოუაროს და მოახდინოს ის გამოსასწორებელი სამუშაო ყოველგვარი უსაფრთხოების დარღვევის გარეშე. იმედია გესმით მარტივი ტექსტებით მოგახსენებთ. შემდეგი ამ დანადგართან მომუშავე ადამიანის დამაზიანებელი ხმა ური. ეს არის ამაზე ცალკე ვისაუბრებ, ეს არის ესე ვთქვათ ძალიან ვერაგი მოვლენა, რომელიც დროთა განმავლობაში ადამიანის ფსიქიკას ღლის და ადამიანის ნორმალურ მდგომარეობიდან თანდათან გამოყვანას ახერხებს. და თქვენ წარმოიდგინეთ, როცა ადამიანები 8 საათის განმავლობაში მოჭარბებული ზედმეტი ხმაურის პირობებში მუშაობენ, თუ რა მდგომარეობაში იქნებიან თვეების განმავლობაში, წლების განმავლობაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჰიდრავლიკური ზეთის გაჟონა. აქ საფრთხეების ჩამონათვალზეა საუბარი.
ჰიდრაულიკური ზეთის გაჟონვა შეიძლება დაბინძურებასთან ერთად და სხვადასხვა ცუდ პირობებთან ერთად, რასაც ვქეთ აშხეთიანება, სხეულის შიშველ ნაწილზე მოხვედრა და ასე შემდეგ გაჟონვა შეიძლება ეს გამოიწვიოს და ამასთან ერთად ზეთმა შეიძლება გამოიწვიოს ასრიალება დაცემა და ერთ-ერთ გაკვეთილზე გაჩვენებთ ნამდვილ ვიდეოს სველმა გარემომ, სველმა იატაკმა რა მძიმე შედეგი შეიძლება მოიტანოს. ერთ-ერთი სამაგალითო ვიდეო მაქვს ძალიან მარტივად მოპოვებული და წარმოგიდგენთ აუცილებლად ერთ-ერთ შეხვედრაზე. დანარჩენი რაც გახლავთ წარმოდგენილი ამ არსებულ ფოტოზე, ეს გახლავთ ის ყველა დეტალი, რასაც შეიცავს არსებული რკინისაჭრელი გილიოტინა. ავარიული გაჩერების ღილაკი თავისი მართვის დახურული პედლებით, ეს პედალი ახდენს სწორედ დანის ჭრის ოპერაციის შესრულებას, რომელიც მაკრატელისებულად ჭრის ასეთი სქელი სახის ლითონის ფურცელს. უკაცრავად შეკოლას მოკლედ გავაგრძელოთ და ჩამონათვალეთ. შევეცდები რომ ძალიან მალე დავამთავრო, მესმის 2 საათნახევარი ხა დაღლილი დღის შემდეგ ცოტა რთულია ბოლომდე მოსმენა. სამუშაოს მომზადება ოპერირების დასაწყებად, ანუ სახელმძღვანელო გვეუბნება წინასწარ რა სახის გათვლები უნდა გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, და რა სახის მზაობა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შრომის უსაფრთხოების კონტროლის ზონები იყოს მაქსიმალურად დაცული. კიდევ ერთხელ არის ჩამოთვლილი ამ საფრთხეების განმარტება. დიდი ბოდიში ხო ხედავთ ჩემს გაშლილ უკაცრავად? ხედავ. კარგით. ისა მაწვილებელ ვინც ხარ ჩართული 1-2 მაინც დამიდასტურეთ, თორემ ცოტა ხერხულია ჩემთვის, რომ რაღაცა მოსაწყენი ხო არ არის, ასე იმდენად რომ ვეღარ უძლებთ. დროდადრო დამიდასტურეთ ხოლმე, რომ ვისმენთ. მოკლედ, საფრთხე ლითონის ფურცელი, ჭრილობები, კუნთების დაჭიმულება, ხელთათმანი, მექანიკური დამხმარე საშუალებები მასალის ასაწევად. ეს ძალიან სენსიტიური საკითხია, ძალიან აუცილებლად გასათვალისწინებელი საკითხია ყოველთვის, რომ ადამიანმა არ მოახდინოს 20 და მეტი კილო ტვირთის, მით უმეტეს გაბარიტული ტვირთების ხელით გადატანა თან ინტენსიურად. არა მარტო აქ, არამედ ნებისმიერ სამუშაო გარემოში. კონტაქტი დამჭერებსა და დანასთან რა შეიძლება მოყვეს რისკი რისია და მისი კონტროლის ზომები, ამაზე შემდგომ თანდათან ვისაუბრებთ. ვარდნილი საგნები რა შეიძლება გამოიწვიოს, ანუ იგულისხმება, რომ კიდურებზე შეიძლება მოხდეს ხელზე დაცემა, ფეხის ტერფზე დაცემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ახლა მაქსიმალურად სწრაფად მინდა ჩავიკითხო და მინდა გითხრათ თუ რატომ განვიხილეთ დღეს ეს ასე ბლიც ეს სამუშაო გარემო. ჭრის პროცესის უსაფრთხოება. საფრთხე, გასროლილი ნაწილაკები და ასე შემდეგ კონტროლის ყველა ის ზომა, რომ ადამიანი როგორ უნდა იყოს დაცული, არა მარტო ჩაცმით, არამედ თავისი ინტელექტუალური მზაობით. ღრიჭო დამცავი საფარის ჭრილში. ამის შესახებ მოგახსენეთ, თუ რა პირობებია წარმოსადგენი და ხმაური. არსებობს სპეციალური დადგენილი ქართულიც, რომელიც იმ საერთაშორისო სტანდარტს გულისხმობს, რასაც განხილული აქვს თუ ადამიანის სმენის ორგანო და საერთოდ ადამიანის ფსიქიკა ხმაურის არ დასაშვებ დონეს ექვემდებარება და რა დონის ხმაური შეიძლება იყოს მისაღები ნებისმიერ სამუშაო გარემოში. დეციბელებით იზომება ხმაურის დონე და 85 დეციბელი, ეს არის კრიტიკული ზღვარი, რომლის დროსაც აუცილებელია ადამიანებმა ხმაურის შემზღუდველი სმენის ორგანოების დამცავი მოწყობილობა, ყურსაცმები ან ყურსაცობები ყოველთვის ატარონ. ყველაზე მთავარი რისთვისაც მოგახსენეთ, რისთვისაც ეს ყველაფერი განვიხილდა, ეს არის ის საინჟინრო კონტროლი, რომლის შესახებაც შეძლებისდაგვარად წეღარ მოგახსენეთ და ვისაუბრეთ. აქ იყო საინჟინრო კონტროლი, ეს არის ყველაზე, ესე იგი, ასე ვთქვათ, მოქნილი, ყველაზე ეფექტური საშუალება, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს ნებისმიერ სამუშაო
გარემოში უსაფრთხოების ნორმების დასაცავად. და შესაბამისად ეს დანადგარი ზუსტად უპირველესად შეიცავს ყველა იმ საშუალებას და ყველა იმ სწავლებას, რასაც ქვია ინჟინრული კონტროლი მსგავს რთულ მოწყობილებებთან დამოკიდებულების დროს. და იზოლირება, როგორც საინჟინრო კონტროლის ერთი აუცილებელი პირობა, დაცული უნდა იყოს იმ დონით, რომ დამცავი საფარი გილიოტინას უნდა ქონდეს გამართული და ყველა დეტალი, ყოველი სამუშაოს დაწყების წინ უნდა იყოს შეფასებული და შემოწმებული. მოკლედ ვიფასებო, თქვენს მსგავსად მეც ცოტა არ იყოს და ამომწურეთ ჩემი თავი დღეისთვის, ბუნებას მომცემთ და ძალიან გული არ დაგწდებათ. ამ საუბრით დავასრულოთ. მე მაქვს თქვენი მეილები, შესავალში არ ვიცი გითხარით თუ არა, მგონი მოგახსენეთ. ვესაუბრე ამის შესახებ გვანცასაც და ვეცდები მეილებზე გადმოგიგზავნოთ გარკვეული მცირე ტიუტორიალები, რომელიც კვირის მანძილზე კიდევ ერთხელ გითხრით, არ წაგართმევთ 40 წუთზე მეც, გადახედოთ, რაც გავიარეთ, რაც ვერ მომასწარი თქვა ონლაინ ჩართვის დროს. ჩაიკითხოთ სახალისოდ და არა, ასე ვთქვათ, რაღაც დიდაქტიკური სწავლებისთვის და ალბათ ორშაბათს სამშაბათს თან მოვაყოლებ რამდენიმე კითხვიან პატარა ტესტს, რომ თქვენთვის ასევე სახალისოდ იყოს. ზოგიერთი შეკითხვა იქნება, სადაც მინდა რომ თქვენი ინტუიციით გაცეთ პასუხი და ეჭვი მეკარება, რომ ყველა თქვენგანი შეიძლება ჩემზე უკეთ ამიწურა პასუხს და სწორ განაწყვეტილებას მიიღებთ. დღეისთვის დიდი მადლობა. თუ ხაზზე გზავნებით. მადლობთ. ვეცდები შემდეგი გაკვეთილები კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს და როცა კლასრუმ შევხვდებით, კიდევ უფრო კომფორტულია ჩემთვის, როცა ეკრანზეა და პოლემიკაა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვეცდები მე თქვენს შართულობას და მეტი გამოწვევა გავაკეთო. ძალიან დიდი მადლობა გულწრფელად დღევანდელი. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო კარგად. გაიხარეთ. ნახვამდის. ნახვამდის ბედნიერი შაბათ-კვირა ყველას და კარგი არჩევანი ორშაბათისთვის ბედნიერები ვიყოთ ყველა. აუცილებლად. ნახვამდის. ნახვამდის.